მოგელანდებით ხოლმე. დაიბარა მოგელანდებითო და 20 წლის შემდეგ მართლაც დაბრუნდა. სამშობლოში ჩამოსული გურამ პეტრიაშვილი მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში მიდის და იმ დროს იხსენებს, როდესაც ეს ადგილი ბოლოს ნახა. 90-ში ალბათ ამისთვის აღარ გვეცალა. მithumedes მერაბი აღარ იყო თოცხალი. მე მგონი 99 წლის შემდეგ აქ არა ყოფილა. 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ლიდერის სახლში გურამ პეტრიაშვილს პირველად ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გამონათქვამები ახსენდება. ჩვენ კი არ მიფორცხდებით კრემლის კედლებთან, ჩვენმა მივიჭრათ ჯიქურ, ასე იტყოდა. ეროვნული მოძრაობისა და მაშინდელი პროცესების გახსენებამ გურამ პეტრიაშვილს ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისკენ უბიძგა. მსახიობი, რეჟისორი, მეზღვაყრე და ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრი მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს ეროვნული ტრადიციის შეცვლაში ადანაშაულებს. ჯერ ერთი დროშა რატო უნდა შეცვალო? შენ თუ კაი კაცი ხარ, მე რო დაიწყეს ვიღაცებმა რომ ეს აყოფილება კაცმა დროშა შეგვიცვალა და მაშინვე არ უნდა მეხტარიყავით რომ არამზადა იყო. გურამ პეტრიაშვილი ამბობს, რომ ვარდების რევოლუციით მოსული მთავრობის მიმართ უნდობლობა 2003 წლიდანვე ჰქონდა. პეტრიაშვილთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეროვნული მოძრაობის წევრისგან სიმპათიის მოპოვება ვერც ზვიად გამსახურდიას საქმის შემსწავლელი კომისიის შექმნით შეძლო. რაც შეეხება კომისიას მიმოჩნევა ყოველწლიური რაღაცა თუ მიშა სააკაშვილს უნდა ზვიადიზე რამე სიმართლე ითქვას, მაშინ გაათავისუფლოს ჯერ მისი ვაჟი. გურამ პეტრიაშვილს ახლა ყველაზე მეტად ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები და მომავალი არჩევნები აფიქრებს. ეროვნული მოძრაობის წევრი ამბობს, რომ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა ჯერ არ მოუფიქრებია ამისთვის თვითონ რა როლი შეუძლია შეასრულოს. უნდა დროშა ავიღო და ვაფრიალო, თუ რა ვქნა, ასე აქტიურად მის დაუჭირო მხარი, როცა განმავლობაში გამოიგეცება თუ ვის უნდა დაუჭირო მხარი. ყოველ შემთხვევაში მე არ ვიქნები ვინმე წიგლაურის რედაქტორისა და რაგვარია ის ოჩეურის გოგოა. ვინ რისთვის იბრძვის? ეს ის კითხვა, რომელზე პასუხის პოვნაც გურამ პეტრიაშვილს პოლიტიკური აქტიურობის გადაწყვეტილებაში დაეხმარება. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი უნდა რომ მთელი დრო შვილიშვილს პატარა ზვიადს დაუთმოს.